იმის მიუხედავად, რომ 2009 წელს საუკეთესო გუნდი იყო Brown GP და მსოფლიო ჩემპიონი გახდა Jenson Button. Red Bull-ის გუნდმა მათ სერიოზული კონკურენცია გაუწია და შემდეგი წლიდან Formula 1-ში დაიწყო დომინაციის ახალი ერა, რომელიც 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. დღეს მე მოგიყვებით მეწყვილეებზე, რომლებმაც უსაზღვრო ემოციები გვაჩუქეს თავიანთი დაპირისპირებით. თქვენ უყურებთ Paddock Memories, ასე რომ დავიწყოთ. Sebastian Vettelis და Mark Webber-ის მეტოქეობა დაიწყო შორეულ 2007 წელს, როდესაც უკვე გამოცდილი Webber-ი ხარების უფროს გუნდში გადავიდა. ახალგაზრდა Vettel-მა კი მიიღო შანსი Formula 1-ში ჩაეტარებინა თავისი პირველი სეზონი, ხარების უმცროს გუნდში. იმ პერიოდში ამ გუნდების შესაძლებლობები თითქმის თანაბარი იყო. ამიტომაც ხანდახან პილოტები ტრასაზე ეკვეთებოდნენ ერთმანეთს. 2007 წელს იაპონიის წვიმიან გრან-პრიზეც სწორედ ასე მოხდა. ამიდის არასტანდარტული პირობების გამო, Vettel-ი, რომელიც წინარბოლებში მე-16 ადგილის ზემოთ არ ყოფილა, იაპონიაში გვაჩვენა მაღალი ტემპი და კვალიფიკაციაში მე-9 ადგილი დაიკავა. რბოლის დღესაც გაუჩერებლად წვიმდა. Sebastian-ი თავს როგორც თევზი წყალში ისე გრძნობდა. მე-20 წრეზე მან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა. პიტსტოპების ტალღის დროს ლიდერობაც კი მოახერხა, მაგრამ შემდეგ თითქოს და დაივიწყა სიფრთხილე. ჯერ მოასრიალა Fernando Alonso, რამდენიმე წრის შემდეგ კი საბედისწერო შეცდომა დაუშვა Webber-თან. უსაფრთხოების მანქანის დროს Vettel-მა ყურადღება გადაიტანა რბოლის ლიდერ Hamilton-ზე, რომელმაც სიჩქარე დააგდო და ამ დროს ვერ შეამჩნია მარკი, რომელიც მეორე პოზიციაზე იმყოფებოდა და ისიც ანელებდა ბოლიდს. Sebastian-ი მარკს შეეჯახა და ორივეს რბოლის ნაადრევად დასრულება მოუწიათ. ბოქსებში დაბრუნებული სები კედელს მიეყრდნო და ატირდა. მარკი კი პირიქით ძალიან გაბრაზებული იყო და ინტერვიუში ნათლად თქვა, რას ფიქრობდა ამ მომენტზე. Mark, just tell us your thoughts right now. Those kids, isn't it? Kids with not enough experience doing a good job and they fuck it all up. Thanks, Mark. Well, I think we'll leave it there. Apologies for that brutal language. საბოლოოდ Sebastian-მა ბოდიში მოიხადა და კონფლიქტი დასრულდა. მაგრამ ეს ინციდენტი გავდა პრელუდია შემდეგი კონფლიქტისთვის. მას შემდეგ, რაც David Coulthardმა დაასრულა კარიერა, Sebastian-ი გადავიდა Red Bull-ში. მარკი და სები გახდნენ მეწყვილეები. 2009 წელს მათი ურთიერთობა ნეიტრალური იყო. შემდეგ წლებში ყველაფერი უფრო გართულდა. ნამდვილი ომი კი 2010 წლის სეზონში დაიწყო. პირველივე რბოლებიდან ხარებმა ნათლად გვაჩვენეს, რომ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც ჩემპიონობაზე დგება საქმე, იქ ყველანაირი მეგობრობა მთავრდება. არც ერთი არ აპირებდა დათმობას, ამიტომაც სეზონის მე-7 ეტაპზე სტამბულში პილოტები ჩემპიონატის ლიდერებად ჩავიდნენ. მათ თანაბარი ქულები ჰქონდათ. პრაქტიკებში გერმანელი სტაბილურად სწრაფი იყო, მაგრამ კვალიფიკაციაში ტექნიკური პრობლემების გამო ყველაფერი აირია. საბოლოოდ მან რბოლა მე-3-ემ დაიწყო, როდესაც მარკმა პოლ პოზიცია მოიპოვა. ლიდერობის დასაბრუნებლად თავიდან Sebastian Hamilton-თან ბრძოლა მოუწია მეორე ადგილისათვის. ამ ყველაფრის შემდეგ გუნდმა პილოტებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ შეიძლება გაწვიმებულიყო. ამიტომაც, როდესაც მე-40 წრეზე მას თავდასხმის საშუალება მიეცა, დაუფიქრებლად მარკისთვის გადასწრება სცადა. იმის გარკვევა თუ ვინ იყო მართალი და ვინ დამნაშავე, იმაში რაც შემდეგში მოხდა ძალიან რთულია. რაც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც რეზულტატია და ეს რეზულტატი კატასტროფული იყო. Sebastian-ს მოუწია რბოლის ნაადრევად დასრულება, მარკმა კი მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. ბოლის შემდეგ არავის უღიარებია თავისი დანაშაული. ყველაფერს ის ამძაფრებდა, რომ ინჟინერებმა მარკს ბოლიდი ენერგიის დაზოგვის რეჟიმში გადააყვანინეს. Sebastian-ს კი არა. ამ ყველაფრის გამო გულშემატკივრებში გამოჩნდა შეთქმულების თეორიაც. ბევრი ფიქრობდა, რომ Red Bull-ში უპირატესობას ახალგაზრდა ტალანტს ანიჭებდნენ. რა თქმა უნდა, გუნდში ეს ყველაფერი უარყვეს. სტამბულში მომხდარი ავარია სარბოლო ინციდენტად დაასახელეს და განაცხადეს, რომ პილოტები თანაბრად მნიშვნელოვნები იყვნენ გუნდისთვის და მათ უფლება ჰქონდათ ერთმანეთში ებრძოლათ. ამ სიტყვების დასადასტურებლად მარკთან მომავალ წლის კონტრაქტიც გააფორმეს. ამ პერიოდში Red Bull-მა ჩემპიონატში უპირატესობა დაკარგა, ხოლო სეზონის მეორე ნახევრის დაწყებისას განახლებულ Silverstone-ზე Vettel-ი უკვე მე-3 ადგილზე იყო ჩემპიონობის ბრძოლაში. Webber-ი კი მე-4 ადგილს იკავებდა. ხარების სისწრაფე არსად გამქრალა და ამ ტრასისთვის მათ სპეციალურად შექმნეს ბოლიდების წინა ფრთები, მაგრამ მხოლოდ თითო ეგზემპლიარი თითო ბოლიდისთვის. ზუსტად ეს წინა ფრთები გახდა შემდეგი კონფლიქტის მთავარი მიზეზი. პრაქტიკებზე რა თქმა უნდა ისევ სები და მარკი იყვნენ ყველაზე წინ, მაგრამ პრაქტიკების მე-3 სეგმენტის ბოლო წამებზე გზის არათანაბარ მონაკვეთში Vettel-ს გაუფუჭდა წინა ფრთა. Red Bull-ში კი ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. კვალიფიკაციის დაწყებამდე მათ მარკის ბოლიდიდან მოხსნეს ახალი წინა ფრთა და დაუყენეს Sebastian-ის ბოლიდს. ეს ყველაფერი ახსნეს იმით, რომ გერმანელს უფრო კარგი პოზიცია ჰქონდა ჩემპიონატში. პოლ პოზიციისთვის ბრძოლა პრინციპული იყო. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად სწორად მოიქცა Red Bull-ის გუნდი? პირველ სეგმენტში წინ Sebastian-ი იყო, მეორეში მარკი, მაგრამ ფინალურ მე-3 სეგმენტში სებმა აჯობა თავის მეწყვილეს და პოლ პოზიცია მოიპოვა. როდესაც პრესკონფერენციაზე მარკს დეტალების გაცვლაზე კითხეს, მან მხოლოდ ერთი ფრაზა უპასუხა. I think the team is happy with the result today.
I mean, obviously, you know. ავსტრალიელმა მოიგო სტარტი და პირველ მოსახვეში სებს არ დაუტოვა ადგილი. ჰემილტონმა, რომელსაც კარგი სტარტი ჰქონდა, უნებლიეთ მარკს დაეხმარა. მან თავისი წინაპრთით სებს საბურავი გაუფუჭა. სებასტიანმა ეს რბოლა მე-7 ადგილზე დაამთავრა. საბოლოოდ Red Bull-ის სვლამ არც რეზულტატი მოუტანა გუნდს და პირიქით თითქმის ყველა თვლიდა, რომ ისინი არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ. ვებერმა კი იდეალური რბოლა ჩაატარა და როდესაც ფინიშის ხაზი გადაკვეთა, წარმოთქვა თავისი ცნობილი ფრაზა. Fantastic guys, stop there for number 2 driver. Cheers. რბოლის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე კითხვა, რომ ის არ გააფორმდა კონტრაქტს Red Bull-თან, რომ ცოდნოდა ასე მოექცეოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ სიტუაცია ცოტათი დაწყნარდა. ორივე პილოტი კარგ შედეგებს აჩვენებდა და ამიტომაც Red Bull-მა კონსტრუქტორის ჩემპიონატი ნაადრევად მოიპოვა. და არც არის გასაკვირი, რომ სეზონის ფინალურ რბოლაზე ორივე პილოტი ჩემპიონობის პრეტენდენტი იყო. მაგრამ ამ მომენტამდე მოხდა ისეთი რამ, რამაც დიდი გავლენა მოახდინა შედეგებს. სინგაპურის გრან-პრის შემდეგ ვებერი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მთის ველოსიპედით სეირნობდა. მის წინ მისი მეგობარი მიდიოდა, რომელიც წაიქცა. მარკმა ვერ მოასწრო დამუხრუჭება და შეეჯახა მას. ამ ინციდენტის გამო მან მხარი დაიზიანა. ამ ამბის შესახებ იცოდნენ მხოლოდ მისმა მწვრთნელმა და FIA-ს ექიმმა ჰარი ჰარსტეინმა, რომელიც მას გამაყუჩებელ ნემსებს უკეთებდა იაპონიის და კორეის გრან-პრის წინ. ბოლო რბოლის წინ 4 პილოტს ჰქონდა ჩემპიონობის შანსი. პირველ ადგილზე იყო ფერნანდო ალონსო. ის 8 ქულით უსწრებდა მარკ ვებერს. სები მას 15 ქულით ჩამორჩებოდა. ლუის ჰემილტონი კი 24-ით. კვალიფიკაციამ მათი შანსები შედარებით გაათანაბრა. ფეტელი რბოლას პოლ პოზიციიდან იწყებდა. ჰემილტონი მეორეზე იყო, ალონსო მესამეზე, მარკი კი მეხუთეზე. Red Bull-მა მარკი ნაადრევ პიტსტოპზე შეიყვანა. ფერარიში მარკს ბევრად საშიშ კონკურენტად თვლიდნენ და ალონსოც მაშინვე შეიყვანეს პიტსტოპს, მაგრამ სკუდერიაში ფეტელი კარგად ვერ შეაფასეს. იმის მიუხედავად, რომ საბოლოოდ ალონსო ვებერის წინ იყო, მის წინ ვიტალი პეტროვი აღმოჩნდა, რომელიც ალონსოსთან ბრძოლაში არ წააგო და არ გაუშვა ალონსო წინ. ფეტელმა მოიგო რბოლა და გახდა მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი იმ დროისთვის. თითქოს და მარკისთვის ეს სეზონი იყო საუკეთესო შანსი, რომ ჩემპიონი გამხდარიყო, რადგან ამ სეზონის შემდეგ გაისმა ჭორები, რომლის თანახმადაც ამბობდნენ, რომ ყველა შემდეგი ბოლიდის სებზე იყო მორგებული. სხვათაშორის მსგავსი ჭორები დღესაც დადის Red Bull-ის დღევანდელ ბოლიდებზე. ბევრი ფიქრობს, რომ ხარების ბოლიდი პირველ პილოტზე მაქს ვერსტაპენზეა მორგებული. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ეს ჭორები სიმართლეს? აშკარად Red Bull-შიც პრიორიტეტულად ფეტელს თვლიდნენ. თვითონ კოლექტივშიც არ ერიდებოდათ იმის თქმა ვებერისთვის, რომ მას არ უნდა ებრძოლა, როცა საჭირო არ იყო. ერთ-ერთი ცნობილი ფაქტი გუნდური ტაქტიკის გამოყენების იყო Silverstone-ზეც, რომელიც 1 წლის შემდეგ მოხდა. Red Bull-მა ისევ პირველი ხაზი დაიკავა კვალიფიკაციაში. სტარტმა პრობლემების გარეშე ჩაიარა, მაგრამ შემდეგ ჯერ ვებერის მექანიკოსებს შეექმნათ პიტსტოპზე პრობლემა, შემდეგ კი ფეტელის. საბოლოოდ ორივე პილოტმა დაკარგა პოზიცია ალონსოსთან მიმართებაში, რომელმაც ეს რბოლა მოიგო, მაგრამ ხარებმა ტრასაზევე გადაწყვიეს მათი საბოლოო პოზიციები. რბოლის დასრულებისას მარკი წამოეწია სებს და აქტიურად უტევდა მას. ინჟინერებმა მარკს მაშინვე უთხრეს, რომ მას უნდა შეეწყვიტა მეწყვილის პრესინგი და რამდენიმე წამით ჩამორჩენოდა. მარკი არავის უსმენდა და აგრძელებდა შეტევას. ცოტა ხნის შემდეგ საქმეში კრისტიან ჰორნერი ჩაერთო და თვითონ მოსთხოვა მარკს, რომ შეეწყვიტა ბრძოლა. თუ 1 წლის წინ ამ გრან-პრის მოგების დროს მარკმა ირონიულად თქვა, რომ ეს რეზულტატი მეორე პილოტისთვისაც ცუდი არ იყო, ამ რბოლაში მას მოუწია ბედ შეგუებოდა და იღიარებინა, რომ ის მართლაც რომ ნომერი 2 იყო. კარგად რომ გესმოდეთ რა დამოკიდებულება ჰქონდათ გუნდის მართლებს ვებერთან მიმართებაში, რბოლის შემდეგ ჰელმუტ მარკომ განაცხადა, რომ ავსტრალიელი მეორე ადგილს იმის გამო იკავებდა, რომ ის უფრო ნელი იყო და არა იმის გამო, რომ ისინი გუნდურ ტაქტიკას იყენებდნენ. ის ამბობდა, რომ ერთადერთი რამ რაც ვებერს შეეძლო, იყო ის, რომ წაერთო ქულები კონკურენტებისთვის. საინტერესოა ამ სიტყვების შემდეგ მარკმა რატომ გააფორმა კიდევ ერთი კონტრაქტი Red Bull-თან. თქვენ რას ფიქრობთ, უნდა დარჩენილიყო ის გუნდში თუ სხვა გუნდი უნდა ეპოვა? შემდეგი ცნობილი ეპიზოდი მოხდა 2012 წლის ბრაზილიის გრან-პრიზე, სადაც ჩემპიონობისთვის ფერნანდო ალონსო და სებასტიან ფეტელი იბრძოდნენ. რბოლის დაწყებამდე გუნდის მმართველებმა ვებერს უთხრეს, რომ მას არა მხოლოდ არ უნდა შეეშალა ხელი სებისთვის, არამედ ყველაფრით უნდა დახმარებოდა მას. მან კი არავის მოусმინა და სტარტზევე შეავიწრო ფეტელი, რის გამოც სებმა რამდენიმე პოზიცია დაკარგა. ამ ყველაფრის შემდეგ ფეტელს მოუვიდა ავარია, რის გამოც ის ბოლო ადგილზე გადავიდა. სებს გაუმართლა, რომ ეს ყველაფერი რბოლის დასაწყისში მოხდა. Red Bull-ის ტემპი იმდენად მაღალი იყო, რომ მან მოახერხა წინა პოზიციებზე გადმოსულიყო. ერთ მომენტში ის თავის მეწყვილესაც დაეწია და გუნდმა მარკს მოსთხოვა, რომ სები წინ გაეშვა. რადიოში გაისმა ხმა, მულტი 12. ეს ნიშნავს, რომ წინ უნდა ყოფილიყო პირველი პილოტი, მეორე კი უკან. მარკმა ვითომ და არ იცოდა, რას ნიშნავდა ეს კოდი და ინჟინერებს უთხრა, რომ არ იცოდა, რომელი გადამრთველი იყო მულტი 12. მართალია მარკმა არ გაუშვა სები წინ, მაგრამ ფეტელს მაინც ეყო ქულები იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი. ამ ინციდენტის შემდეგ სებასტიანი გაბრაზებული იყო და გულში ბრაზი ჩაიდო. ამიტომაც რამდენიმე თვის შემდეგ ახალი სეზონის მეორე რბოლაში მან შური იწია. მარკი რბოლაში ლიდერობდა.
სები კი მეორე იყო. ფინიშამდე რამდენიმე წრით ადრე ორივე პილოტს უთხრეს, რომ თავიანთი პოზიციები უნდა შეენარჩუნებინათ, რათა დუბლი შეესრულებინათ. რა თქმა უნდა, რადიოში გაისმა ბრძანება მულტი 21. ამ ბრძანებასთან ერთად ორივე პილოტმა კიდევ ერთი ბრძანება მიიღო, რის თანახმადაც ორივეს ბოლიდები ენერგიის დასაზოგ რეჟიმში უნდა გადაეყვანათ. ფეტელი ბრძანებას არ დაემორჩილა, საბრძოლო რეჟიმში დარჩა და წინ გაიჭრა. ვებერმა კონტრშეტევა ცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ ამ რბოლაში გამარჯვება გუნდს არ უზეიმია. რბოლის შემდეგ გუნდის ბრიფინგზე სებასტიანმა აღიარა, რომ მან ეს ყველაფერი შურისძიების გამო გააკეთა. მათ ბრძოლაში ეს იყო ბოლო დაძაბული მომენტი. 2013 წლის ბოლოს ფეტელმა მოხსნა ბევრი რეკორდი. როგორებიცაა ყველაზე მეტი ქულა მთელ სეზონში, ყველაზე მეტი ზედიზედ მოგებული რბოლა და ასევე ის გაუთანამდა ლეგენდარულ მიხაელ შუმახერს, ყველაზე მეტი მოგებული რბოლით ერთ სეზონში. ჩემპიონატში ყველანაირი ინტრიგის არარსებობის გამო ხალხი იძახდა, რომ ის მხოლოდ ედრიან ნიუის შექმნილი ბოლიდის გამო იმარჯვებდა. თქვენ რას ფიქრობთ? მხოლოდ ედრიან ნიუის გენიალური ინჟინერული ქმნილების გამო ხდებოდა სებასტიანი ჩემპიონი, თუ მართლაც რომ ლეგენდარული პილოტია? ამ სეზონის დამთავრების შემდეგ მარკმა დაასრულა თავისი კარიერა ფორმულა 1-ში, მაგრამ ის არ წასულა ავტოსპორტიდან. 2015 წელს მან პორშესთან ერთად მოიგო ჩემპიონობა მსოფლიო გამძლეობის ჩემპიონატში. შემდეგ კი წავიდა ტელევიზიაში. ამდენი დაძაბული სეზონის შემდეგ სებასტიანი და მარკი მაინც კარგ მეგობრებად დარჩნენ. მათ ადგილას კი მოვიდნენ ახალი პრინციპალური მეტოქეები, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორია, რომელზეც ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ. მადლობა ყველას, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. არ დაგავიწყეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა. კომენტარებში აუცილებლად გამიზიარეთ თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ დაპირისპირებაზე. თუ ფორმულა 1 გიყვართ, შემოვერთით ჩემს Facebook ჯგუფს, Paddock Memories. ლინკს კომენტარებში დავტოვეთ, სადაც ერთად განვიხილავთ ფორმულას ირგვლივ მომხდარ ამბებს, გასულ და მიმდინარე სეზონებს.